ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნებისმიერ ადამიანს გამოუცდია ღამე ფეხების კრუნჩხვა ან გაკვანძვა. Აი რომ იღვიძებ ღამე და გონია რომ რაღაც ფეხის კუნთი არის დაჭიმული წვივი ძირითადად. განსაკუთრებით დაჭიმულია, მტკივნეულია და აი ხელს რო დაადებ გამკრუებულია ძალიან და თან ძალიან ძლიერი ტკივილი აქვს და ვერ ამოძრავებ ამ ფეხს. და მასაჟი შეიძლება გაიკეთო და მეტიც გაქვს ძალიან ძლიერი სურვილი რომ მასაჟი გაიკეთო, მაგრამ არ შველის რამე მნიშვნელოვან შეღავას იმ მომენტში არ გაძლევს, რაღაც დროის მერე თავს უკეთესად გრძნობ რამდენიმე წუთში და მერე ჩვეულებრივად კარგად არის ადამიანი. თუმცა თუ ძლიერი სპაზმი იყო, შეიძლება ფეხის ტკივილი ან სისუსტე შედარებით მთელი დღის განმავლობაში გაყვეს. ამას ეძახიან ფეხების კრამპს, იგივე ფეხების სპაზმია, ფეხის კუნთების სპაზმი. და რაშია საქმე? ყველაზე მთავარი და ყველაზე ხშირი ახსნა ამის არის რომ ჩვენ როცა ვიყენებთ აქტიურად ჩვენს სხეულს, მათ შორის კუნთებს, ისინი თავის მხრივ იყენებენ საწვავს. საწვავი არის ენერგია და ელექტროლიტები. ელექტროლიტებსაც იყენებენ მუდმივად მუშაობის დროს. და ერთი საწვავის დეფიციტი აქვთ, ნუატეფის, კუნთებს და ნერვებს და მეორე ელექტროლიტების დეფიციტი. და ეს ორი დეფიციტი რომ გროვდება, ირღვევა დისბალანსი. ელექტროლიტებს შორის უნდა იყოს მუდმივად დისბალანსი და კუნთი ხდება ზედმეტად მგრძნობიარე, ზედმეტად აგზნებადი. ისე როგორც აი დაღლილი ადამიანი რომ ხდება აგრესიული ან გაღიზიანებული, ალბათ ყველას გქონია რომ როცა ძალიან დაიღლები და მე კიდევ ვიღაცა მოდის და რაღაც გეუბნება, იმდენად შეიძლება არა სათანადო პასუხი გასცე, იმიტომ რომ ზედმეტად დაღლილი ხარ, ზედმეტად გაღიზიანებული ხარ. აი ასეა ზუსტად კუნთები და როცა მოდის ნერვიდან სიგნალი, კუნთი შეიძლება შეიკუმშოს არა ადეკვატურად ძალიან, მაშინაც კი თუ ეს სიგნალი ნერვიდან ერატიული, ანუ არ არის მიზნობრივი და არ არის ისეთი როგორც უნდა იყოს, ანუ შემთხვევითი სიგნალით კუნთს აიძულებს რომ შეიკუმშოს ძალიან. ეგ არის მექანიზმი. და ეს სპაზმი კუნთების გრძელდება რაღაც პერიოდი და ეს ძალიან მტკივნეულია, რადგან ეს სპაზმი ძლიერია, ეს ძლიერი სპაზმი იწვევს იმ შემთხვევაში კუნთის სისხლმომარაგების მოშლასაც, რომელიც ასევე მტკივნეულად აღიქვას ადამიანს. რამდენიმე წუთის შემდეგ ეს ყველაფერი გადის. ორსულებში არის ძალიან ხშირი ეს, ორსულების თითქმის ნახევარი, 50%, კვირაში ორჯერ მაინც ან ერთხელ განიცდის აი ამ ფეხის კუნთების სპაზმს ორსულობის ბოლო კვირებში და ეს მიიჩნევა ნორმალურად ძირითადად რატო შეშუპების გამო, უმოძრაობის გამო, ელექტროლიტური დისბალანსის გამო. ანუ ბევრი მიზეზი აქვს ორსულს რატომაც შეიძლება ეს ღამის კრამპები ქონდეს. თუ ადამიანი ორსული არ არის, ყველაზე ხშირი მიზეზი არის დაღლილობა. დაღლილობა შეიძლება იყოს მთელი დღე ადამიანმა იშრომოს იაროს. მეორენაირი დაღლილობა შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობა, სპორტი მაგალითად, ან დარბაზში ვარჯიშობდეს ადამიანი, ან ბევრს თამაშობდეს ბავშვი. და ეგ იწვევს ზუსტად დეჰიდრატაციას, ელექტროლიტების ნაკლებობას, კუნთის გადაღლას და შემდეგ ღამე კუნთების სპაზმს. მეორე ყველაზე ხშირი არის ასაკი, მიზეზი. ასაკთან ერთად ძალიან ხშირია ელექტროლიტების ბალანსიც და მეტიც, მაგალითად მაგნიუმის დეფიციტი აქვს ადამიანების 50%-ს მსოფლიოში. ამ არსათანადო რაოდენობით მაგნიუმს იღებს და მაგნიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და წამლები კიდე, წამლებიც იწვევს ამ ფეხის კუნთების სპაზმს. წამლებიდან განსაკუთრებით დიურეტიკები, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც წნევის წამლებს იღებენ, იქ ელექტროლიტებს კარგავენ და წყალს დიდი რაოდენობით და ეგ არის ხოლმე რატომაც ფეხის კუნთების სპაზმი ემართებათ და იმ ადამიანებს, ვისაც მაღალი წნევა აქვს, არის პრეპარატებზე, ბევრად ხშირია ღამე ფეხის კუნთების სპაზმი. ეხლა კითხვა აქვს, რომ როგორ მივხვდე, თქვათ, ეს ჩემი სპაზმი, ჩვეულებრივი სპაზმია თუ მეტი ყურადღება ჭირდება თუ რა უნდა გავაკეთო და როგორ
მივხედო რომ ავიღოთ საზომად კვირაში ერთხელ თუ აქ ადამიანს ეს ფეხის კუნთების სპაზმი როგორც წესი არ მიიჩნევა რამე განსაკუთრებულად თუ რამე სხვა სიმპტომებიც არ აქვს ოღონდ მაინც საჭიროებს კვლევას შეიძლება ელექტროლიტების დისბალანსი ქონდეს ან ძალიან იღლება რაღაცა მიზეზი მაინც ექნება მაგრამ რამე საგანგაშო და ძალიან მნიშვნელოვანზე შეიძლება არ ვიფიქროთ მაგ დროს მაგრამ თუ ადამიანს აქვს სიმპტომები თან და სიმპტომები რას გულისხმობს მაგალითად ფეხის ეს რამე კრამპებთან ერთად თუ აქვს დღის განმავლობაში ფეხების დაბუჟება, ფეხების ტკივილი, ან მგრძნობელობის დაკარგვა, ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ან ნეიროპათიული ტკივილი, აი შოკის მსგავსი, ელექტრული შოკის მსგავსი ტკივილი, წვის შეგრძნება თუ აქვს ფეხებში, ანუ რამე სხვა სიმპტომები თუ აქვს მნიშვნელოვანი, ან ვეღარ დადის კარგად ადამიანი და აი ამჩნევენ, შეიძლება ახლობლებიც ამჩნევენ, რომ სიარულის მანერა შეეცვალა. ესეთ ადამიანს რა თქმა უნდა ჭირდება დამატებითი კვლევები, რომ დადგინდეს ეს ნეიროპათიულია, ნერვების დაზიანებიდან მოდის, თუ რაშია საქმე, თუ კუნთების პრობლემაა თუ რა არის. და არანორმალურად, ანუ ზედმეტად მიიჩნევა კვირაში ორჯერ და მეტჯერ თუ აქვს ადამიანს ესეთი კრამპები, ეგ ყველა შემთხვევაში საჭიროებს დამატებით კვლევას. და როცა ვამბობთ უფრო რთულ შემთხვევებზე, როცა ვამბობთ რომ ეს არაა მარტო დაღლილობა, მაშინ რას გულისხმობთ? რა არის ყველაზე ხშირი მიზეზები? ნომერ პირველი ყველაზე ხშირი მიზეზი მაგ დროს არის პერიფერიული არტერიული დაავადება. პერიფერიული არტერიული დაავადება რომ ვთქვათ, არის ადამიანს როცა ფეხები ტკივა სიარულის დროს. მაგალითად, თუ იცის ადამიანმა რომ აი 9 კილომეტრის გავლის მერე ისე ტკივდება ფეხები, რომ უნდა დაჯდეს და დაისვენოს. დასვენებულზე გავლის. აი ეს შემთხვევა თუ ადამიანს აი ფერი ეცვლება, ფეხები უფრო ფერი მკრთალი აქვს მაგალითად, თუ ადამიანს თმები ცვივა უთხელდება ფეხებზე მაგალითად, ეგეც ერთ-ერთი ნიშანია, რომ სისხლის მოქცევა შეზღუდულია ფეხებში. თუ ადამიანს პულსაცია სუსტი აქვს ფეხზე, ფეხზე პულსაცია როგორ უნდა გავიგოთ, აი ფეხი არის ეს მაგალითად და ყველაზე დიდი თითი როა დიდი თითის ზევით რომ დაადო ორი თითი და ცოტა შუისკენ რა დიდი თითის ზევით და შუისკენ რომ დაადო ორი თითი იგრძნო პულსაციას და ეგ პულსაცია ან გამქრალი აქვს ან ძალიან სუსტი აქვს ეგეც ნიშნავს რომ ამ ადამიანს შეიძლება პერიფერიული არტერიული დაავადება ჰქონდეს განსაკუთრებით თუ ასაკიანია განსაკუთრებით თუ მწეველია დიდი ხნის მოწევის ისტორია თუ აქვს და მაგ დროს ეჭვი მიგვაქვს რომ ხო არა აქვს ამ ადამიანს პერიფერიული არტერიული დაავადება. მეორე მიზეზი რატომაც ღამის კრამპები აქვს ადამიანს დაავადება როცა არის მიზეზი არის დიაბეტური ნეიროპათია. დიაბეტური ნეიროპათიის დროს ადამიანს აქვს წვის შეგრძნება ფეხებში, დაბუჟების შეგრძნება, შეიძლება წყლულები უჩნდებოდეთ ფეხებზე და ადამიანს აქვს ისტორია დიაბეტის. ანუ ეგ გეტყვის ეგ ადამიანი რომ მე მაქვს დიაბეტი, ხშირი შარდვა, გაძლიერებული მადა, გაძლიერებული წყურვილი, შაქარი მაღალია, თუ გაიზომა და დიაბეტური ნეიროპათია არის რომ ეს მაღალი შაქარი, მაღალი გლუკოზა აზიანებს ნერვებსაც, სისხლძარღვებსაც და აი ეს ნერვების დაზიანების შედეგია რეალურად ეს დიაბეტური ნეიროპათია და ნერვების დაზიანება რა თქმა უნდა კუნთებთან არასწორ სიგნალებსაც გულისხმობს, რაც ასევე დიდი პრობლემაა. შემდეგი მიზეზი არის თირკმლის ქრონიკული დაავადება. თირკმლის ქრონიკული დაავადება, ვისაც აქვს, ეგენი ხშირად არიან დიდი ხანი ვისაც მაღალი წნევა აქვს, ასევე ვისაც დიაბეტი აქვს, ეგ ადამიანები და უფრო 50 წელს ზევით. და ამ შემთხვევაში ადამიანს ემართება ფეხების შეშუპება მაგალითად, ფეხების შეშუპებასთან არის ასოცირებული ღამის კრამპები. ან დილით რო გაიგოძებს ეს თვალის უპეები აქვს შეშუპებული. ეგეც თირკმლის პრობლემის ერთ-ერთი ადრეული ნიშანია. შემდეგი მიზეზი არის ჰიპოთიროიდიზმი. ჰიპოთიროიდიზმი ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესუსტებას და ეგეთ ადამიანებს რა აქვთ? წონაში იმატებენ, სიცივის მიმართ აუტანლობა აქვთ, მეტაბოლიზმი შენელებული აქვთ ზოგადად და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, ну, შეიძლება იცოდეს, შეიძლება არ იცოდეს და ეგეთ ადამიანებშიც ხდება ხოლმე ეს კრამპები და მისი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს.
უფრო ყველაზე ესე ვთქვათ სერიოზული მიზეზი, მაგრამ იშვიათი არის მოტორული ნეირონების დარღვევები, დაავადებები, რამდენიმე სხვა დაავადებას აერთიანებს, მაგალითად არის გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ან გაფანტული სკლეროზი, დაავადებები პრობლემა, ზიანდება ნეირონები და მაგ დროს არა მარტო კრამპები აქვს ადამიანს, ღამე კი არ აქვს მარტო მხოლოდ შეკუმშვა ფეხის, არამედ აქვს ასევე მაგალითად ფასციკულაცია. ფასციკულაცია არის კანზე, აი კანის ზედაპირზე შეიძლება ადამიანმა შეხედოს ადამიანს, რომ აქ თრთოლო აქვს, გეგმა აი თრთოლასო კანი. აი ნიშნავს, რომ კანქვეშ სუბუქად იკუმშება კუნთები რაღაცა რითმით და ამას ჩვენ ხედავთ როგორც თრთოლას. და ეგა ფასციკულაცია, ერთ-ერთი ნიშანია ნეირონების დაზიანების, ოღონდ ყოველთვის როცა ფასციკულაცია ხდება, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე სერიოზული დაავადება აქვს, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, თუ ფასციკულაცია აქვს, ადამიანს ფეხების კრამპები აქვს, ფეხებში სისუსტე აქვს, მაგალითად, ეგეც სისუსტეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია. თუ ადამიანს ეცვლება სიარულის მანერა, მაგალითად, გაუხეშებულად დადის, ან პასიურობა თუ აქვს კუნთების და გაუხეშებულად დადის ეგ ადამიანი, ანუ აი გეგონება სულ დაძაბული აქვს ფეხები და ისე დადის. ან პირიქითაც შეიძლება იყოს, გეგონება ჩამოვარდნილი აქვს ფეხები და ისე მიფრატუნებს მაგალითად, ანუ ეგრეთ არის. ან ორივე ერთად. ეგეც შესაძლებელია, ანუ სპასტიურობა შეიძლება კონდეს და თან კიდე ისა მოდუნებული და სისუსტეც შეიძლება კონდეს ფეხებში. ანუ მაგებს უყურადღებოდ არ ვტოვებთ, თუ ადამიანს სიარულის მანერა ეცვლება, ფეხებში თუ სისუსტე აქვს და ეს ფასციკულაციები თუ აქვს. ეხლა ვთქვათ, როგორ უნდა ვუმკურნალოთ უმეტეს შემთხვევას, ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია და ფიზიკური აქტივობა, შრომა და მათ შორის დასვენებაც მკურნალობის მეთოდია. მეორე მნიშვნელოვანი რის გაკეთებაც შეუძლია ადამიანს არის, როცა ეს კრუნჩხვა დაეწყება, კრუნჩხვა კი შეკუმშვა ფეხის კუნთის რო დაეწყება, დორსოფლექსია ქვია. დორსოფლექსია რას ნიშნავს, რომ ეს წარმოიდგინეთ, რომ ფეხი არის, ხო? აი და ეს არის ფეხის ძირი, ხო? აი ეს ფეხის ნაწილი ამოწიეთ თქვენსკენ, რომ დაიჭიმოს აქ. ფეხზე ვამბობ, ოღონდ რა თქმა უნდა, ანუ წვის კუნთი რო დაიჭიმოს, ამოწიეთ ესე, ან მოხარეთ თქვენსკენ ფეხი, უკანა მოხარეთ და მაგ დროს რო დაიჭიმება კუნთი, ნიშნულად შეამცირებს აი ამ შეკუმშვას, სისხლის მომარაგებაც აღდგება, ტკივილიც გაივლის. ძალიან მალე შველის ან ძალიან ეფექტურია. ეფექტურია ასევე წამოდგომა და სიარული მაგალითად. სუბუქად რო ჩვეულებრივი ნორმალური სიარულით რო გაიარ გამოიარო მაგ დროს ეგეც შველის. შეიძლება ასევე რა თქმა უნდა შხაპის მიღება, მასაჟი ინსტინქტურად აკეთებს მაგ დროს ადამიანი და თითქმის ყველა ინსტინქტურად აკეთებს ხოლმე მაგ დროს მასაჟს და ეგეც ეფექტურია და მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე ეფექტური მიიჩნევა, რომ ეს დორსოფლექსი, ანუ ფეხის შენსკენ ამოწევა, ისე რომ ეს კუნთი დაიჭიმოს. ასევე მაგნიუმის მიღება, ვინაიდან მაგნიუმის დეფიციტი ადამიანების დიდ ნაწილს აქვს, ამიტომ მაგნიუმის მიღებას აქვს მნიშვნელობა. მაგნიუმის კრემზეა კიდე კვლევები, რომლის მიხედვითაც მაგნიუმის კრემის წასვლა, გამოყენება ადგილობრივად ფეხზე ამცირებს აი ამ ტკივილსაც და სპაზმსაც და ეს ბოლო კვლევებია სხვა შორის, ანუ ახალი სიახლეა მედიცინაში. თუმცა ზოგადად ახლა ეს არ არის იმდან დიდი პრობლემა, რომ ადამიანმა ვერ მოაგვაროს და სპეციალურად ახლა ბევრი ალბათ მაგისთვის არ იყიდეს, მაგრამ მაგნიუმის დალევა ძალიან კაია, არა მარტო ფეხის კუნთებისთვის, არამედ ზოგადად მთელი ნერვული სისტემისთვის, მთელი კუნთოვანი სისტემისთვის, რადგან ადამიანის უმეტესობას აქვს მაგნიუმის პრობლემა. 300-დან 400 მილიგრამამდე დღის განმავლობაში მიიჩნევა ოპტიმალურ დოზად. კიდევ არის B12 ვიტამინი, B12 ვიტამინს აქვს რაღაც როლი და კალციუმის არხის ბლოკერებს კიდე. ზოგ შემთხვევაში, როცა რთულად კონტროლდებადი, ან როცა B12-ის დეფიციტი აქვს ადამიანს, მაშინ არის განსაკუთრებით ეფექტური. ხო, კალციუმის არხის ბლოკერები შეიძლება, როცა წნევაც აქვს ადამიანს,
ისედაც მაშინ დაინიშნოს, თუმცა ძალიან აქტიურად არ იყენებენ ახლა ამ ფეხის კრამპებისთვის, მაგრამ მაინც თავისი როლი აქვს. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ ან დააკომენტარეთ, ეგ იქნება თქვენი სოლიდარობის გამოხატულება ჩემს მიმართ, ჩემს ერთ გულმაყურებელს დიდ მადლობას ვუხდი, არაერთ გულებსაც, რომ მიყურებთ და გაინტერესებთ და ანუ ხედავ რომ ბევრი კომენტარები ახლა ძალიან მახარებს, მადლობა თითოეულ თქვენთაგანს აქედან, თუ კი ვერ გპასუხობთ ხოლმე ყველას, ბოდიშს გიხდით ამისთვის, ინდივიდუალურად როცა ვერ ვახერხებ, მაგრამ ძალიან ვაფასებ, მახარებს და დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა რომ გაინტერესებთ.